მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, აპარატის წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა 13-მა წევრმა, შესაბამისად ქორუმი გვაქვს და შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 12 თებერვლის რიგგარეშე სესიას გახსნათ ვაცხადებ. კოლეგებო, მოგეხსენებათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დომის დღის წესრიგში გვაქვს 6 საკითხი. პირველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ელგუჯა ბაგრატიონისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი მიშა ბოლქვაძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მესამე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი გენადი თებიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მეოთხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ედიშე ჟღენტისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მეხუთე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი მირდად ქამაძასისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და მეექვსე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ლია ჯაყელისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ზემოაღნიშნულ 6-ვე საკითხზე მომხსენებელია საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მამუკა თურმანიძე. მიუხედავად იმისა, რომ 6 ერთი შინაარსის საკითხია, ცალ-ცალკე პროცედურები იქნება გავლილი, ასე ვთქვათ, გასავლელი უпроსწორად აქედან გამომდინარე ამისათვის მზად ვიყოთ. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს იცით, რომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კენჭი არ ეკრება, ვინაიდან რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილ საკითხთან ნუსხით, ან დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. შესაბამისად ამ 6 საკითხით არის მოწვეული რიგგარეშე სხდომა და ამ 6 საკითხის ამოწურვისთანავე სხდომა დაიხურება. ეს არის პრინციპში მოკლე მონახაზი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ პრინციპში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნას ვთხოვ ბატონ მამუკა თურმანიძეს, საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. გთხოვთ ბატონო მამუკა. მოგესალმებით. როგორც თქვენთვის ცნობილი არის და როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს 6-მა წევრმა დაწერა განცხადება და თავისი პირადი განცხადების საფუძველზე ეს განსახილველად წარმოდგენილი არის 6 საკითხი.
განმეორდები ჩამოვნათვალი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ვისი განხილვის საკითხიც არის დაყენებულ დღეს მათ უმაღლეს საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, ესენია ელგუჯა ბაგრატიონი, მიშა ბოლქვაძე, გენადი თებიძე, ედი შერჟღენტი, მირდად ქამანდაძე და ლია ჯაყელი. უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის თანახმად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაადგინა უმაღლეს საბჭოს წევრობის მიერ დაწერილი განცხადებების ნამდვილობა და როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე, თითოეულ განცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრით მიიღო შესაბამისი დასკვნები, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტაციაზე. კომიტეტმა მიიჩნია, რომ უმაღლეს საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც პირადი განცხადებით მომართეს უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად ვადამდე უნდა შეუწყდეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება. პირველი საკითხი წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს ელგუჯა ბაგრატიონისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ადგენს ელგუჯა ბაგრატიონს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება და ეს დადგენილება ამოქმედეს მიღების თანავე. ეს არის პირველი საკითხი, ბატონო დავით. მადლობა ბატონო მამუკა. ხო არ გექნება თორემ კოლეგებო მომხსენებელთან კითხვები? კითხვები არ არის. ბატონო მამუკა, ვინაიდან დანარჩენ საკითხებზე თქვენ ხართ მომხსენებელი, იყავით პრინციპში ტრიბუნასთან, არ არის დარბაზში განაცვლება საჭირო. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ აქვს უთქ გამოსვლა? ფრაქციის წარმომადგენლები? მომხსენებელი ხომ არ დაამატებს რაიმე საკითხს? აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია. გთხოვთ მომაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა. შესაბამისად, უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხით დავსვათ კენჭისყრაზე, ყურადღებით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს ელგუჯა ბაგრატიონისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი 13 ხო, კი ბატონო. 13 ხმით დადგენილება მიღებულია. ბატონო მამუკა, გთხოვთ დღის ეს იგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოგვახსენოთ. მოდი მოხსენება გააკეთოს ბატონო დავით და შეგვიძლია უკვე მომდევნო წევრთან დაკავშირებით დავსვათ ეგ კითხვა. გთხოვთ ბატონო მამუკა, მოგცემთ საშუალებას. მეორე საკითხი დადგენილების პროექტი მიშა ბოლქვაძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ადგენს მიშა ბოლქვაძეს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მეორე ეს დადგენილება ამოქმედეს მიღების თანავე. კეთილი. კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? აი ბატონო დავით, ჩაურთოთ ბატონო დავითს. საინტერესო არის, რას წერენ განცხადებაში, ვის იწყვეტენ უფლებამოვალეობას. და ყველას ერთნაირი განცხადება აქვს თუ თქვათ ლელოს სხვანაირი. კი ბატონო. კითხვები ხომ არ გვაქვს? რადგან სხვა კითხვები არაა, ბატონო მამუკა გისმენთ? მოგახსენებთ ბატონო დავით, მოკლედ 6-ვე განცხადება თითქმის იდენტურია, ერთი და იგივე არის, ისინი მომართავენ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რათა მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ, თითქმის ერთი და იგივე იდენტური განცხადებები არის, შესაბამისად ჩვენაც სამართლებრივად განვიხილეთ და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ისინი მათ ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებების შინაარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თითქმის ერთი და იგივეა და ამავდროულად ხალხისთვის, მაყურებლისთვის, თქვენთვისაც ყველასთვის ცნობილი არის თუ რა
ნარატივით საუბრობენ ისინი, რა პათოსი აქვს ყველა გამოსვლაში, შესაბამისად წარმოიდგინეთ, იგივე შინაარსის განცხადებები აქვს დაწერილი, რა პათოსიც აქვს მათ. ხომარ დავამატებდით რაიმეს? კეთილი. კომიტეტების სხვა კითხვები ხომ არ არის პრინციპში დავსვა მაინც კითხვას? კეთილი. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ აქვს უთქ გამოსვლა, ბატონი ცოტნეა ჩაწერილი და ჩავურთოთ, ასევე სხვებსაც გაქვთ შესაძლებლობა რომ წანით ბატონი ცოტნე. მადლობა ბატონ დავით და მეორე ბატონ დავით, ასევე კითხვისთვის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს მოტივებს ამ განცხადებების. მთელი ახმის განმავლობაში მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოებაც მათ შორის აქტიურად განვიხილავთ იმ პროცესებს, რაც არჩევნების შემდგომ ოპოზიციის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წელს ერთხელაც და ეხლა უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო, ვინც ვადევნებთ მასობრივი საშუალების წყაროებს თვალყურს, რა დიდი ბულინგი მიდის იმ პოლიტიკურ ძალაზე, ისე ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც არ აქვს დაწერილი განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ მოცემულობა არის ძალიან კაფიო და ადვილად გასაგები. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელსაც გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი ყავდა, ეუთოოდურის გულისხმობ, არჩევნები კონკურენტულად ჩათვალა და ეს არის ხალხის ნების გამოვლენა. მაგრამ კიდე ერთხელ ხედავთ, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს პატივს არ სცემს და იმ პერიოდისთვის მით უფრო ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რო ქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დედამიწაზე კი არა ჩაკრულოსთან ერთად კოსმოსში გაუშვებდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად საქართველოზე იყო მთელი ადმინისტრაცია გადმორთული ამ თვალსაზრისით. ამიტომ მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში დღეს აქვე, რომ ეს არის პირველ რიგში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. მადლობა. მადლობა, სხვა გამოსვალი ხომ არ არის? ბატონ დავით შაურთოთ პაციკაძეს. მოკლედ, ძალიან კარგად გახსოვს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში როგორ არაპირებდნენ შემოსვლას და ისიც კარგად გახსოვს პუფი როგორ მოვიდანე ამ დარბაზში, როცა ისინი შემოვიდნენ. ძალიან მარტივად. როდესაც ისინი ამბობენ რომ ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველს პატივს არ სცემენ და ამბობენ რომ არა ჩვენ არ შევართ უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ფაქტია ერთი რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მათ აღიარეს გარდა ერთი პოლიტიკური სუბიექტისა, როდესაც ზუსტად იმ ხმების რაოდენობაზე გათვლილი თანხებს ღებულობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ლელო, ასევე ნაციონალური მოძრაობა, ასევე გახარია საქართველოსთვის, ზუსტად იმ ხმების მოსახლეობის გასაგროვად ვინც არ იცის, ისინი ამ დაფინანსებას ღებულობენ ბოლო არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობის მიერ გამოთვლილია თანხა ამდენ ხმაზე, ამდენი ეკუთვნის და ამ ფულს ღებულობენ. ფულს ღებულობენ იმ ხმებით, რა ხმებიც მიიღეს არჩევნებზე, მაგრამ პარლამენტში შემოსვლა არ უნდათ, არც უმაღლეს საბჭოში შემოსვლა არ უნდათ. ეს მათი არჩევანია. მე წინა მოწვევაში ვამბობდი, რომ ვფიქრობდი, ჩემი დამოკიდებულება იყო უბრალოდ მაშინ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე ვთქვით, რომ მათ არ შეუწყდეთ უფლებამოსილება, ვფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცით, მაშინაც უნდა შეგვეწყდა და რა ვიცი ახლა, როდესაც მათ არ აქვს სრული მუშაობის, მათ არ აქვს არცემენ ისინი თავიანთ ამომრჩეველს პატივს, ჩვენც შესაბამისად ვიქცევით და ვფიქრობ, რომ სწორია ამ შემთხვევაში მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. დიდი მადლობა. მადლობა, სხვა კომიტეტი ხომ არაა სურველი? არ არის, პრინციპში შეგვიძლიათ სხვა სუბიექტებთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები, თუ კი ვინმეს ასეთი სურვილი გაუჩნდება. ფრაქციის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? მომხსენებელი ხომ არ დაამატებდა რამეს დასკვნითი სიტყვის სახით. აღნიშნულით საკითხის განხილვა დასრულებული აქვს, თქო თუმაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები, ამ შემთხვევაში 13-მა წევრმა გაიარა რეგისტრაცია. შესაბამისად შეგვიძლია რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე, ყურადღებით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს მიშა ბოლქვაძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი? ამ შემთხვევაში 13 მომხრე, წინააღმდეგი არავინ. დადგენილება მიღებულია, შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ დღის ეს იგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე და ასევე ბატონ მამუკა გთხოვთ მესამე საკითხთან დაკავშირებით.
შემდეგი საკითხი გახლავთ გენადი თებიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს გენადი თებიძეს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მეორე ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღების თანახმად. მადლობა, ბატონო მამუკა. ამ შემთხვევაშიც კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? რომელიმე კომიტეტი ხომ არ გამოვა? ფრაქციის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? მომხსენებელი ხომ არის სარგებლებდა დასვენითი სიტყვით და რაიმეს ხომ არ დაამატებდა? არა. აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა 13 წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს გენადი თებიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ვინ არის მომხრე, გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ. წინააღმდეგი 13 ხმა ხო მაგაც. 13 ხმით დადგენილება მიღებულია, შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-4 საკითხთან დაკავშირებით. გთხოვთ ბატონო მამუკა. შემდეგი დადგენილების პროექტი ედიშერ გრენტისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს ედიშერ ჟღენს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღების თანახმად. კარგით, მადლობა. კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ფრაქციის წარმომადგენლები? მომხსენებელი ხომ არის სარგებლობდა დასვენითი სიტყვით? აღნიშნული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა დასრულებულია. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს ედიშერ ჟღენტისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი? ამ შემთხვევაში 13 ხმით დადგენილება მიღებულია. საკითხი გადაწყვეტილია, შეგვიძლია დავიწყოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-5 საკითხის განხილვა. გთხოვთ ბატონო მამუკა. წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს მირდად ქამადაძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს მირდად ქამადაძეს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღების თანახმად. მადლობა. პატივცემულო კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? კითხვები არ გვაქვს. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ არ სურთ საკითხთან დაკავშირებით გამოსვლა? არ არის სურველი. ფრაქციის წარმომადგენლები ხომ არ გამოვლენ? დიახ, გისმენთ ბატონო ვახტანგ. მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, ჩვენმა კოლეგებმა ისაუბრეს, თავს ვიყავდი, თუმცა არ შემეძლო, რომ არ მეთქვა ის. კოლექტიური ნაცმოძრაობა არასდროს არ ცემდა ქართველ ხალხს და მათ დაკვეთას პატივს. ისინი ყველა ვიცით, რომ ყავთ პატრონები და მოქმედებენ პატრონების დაკვეთით. დღეს ნათელი მაგალითია ამის, მათ გარკვეულმა ნაწილმა ქართველ მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა მიცა ხმას და აქედან გამომდინარე სურვილი ჰქონდათ, რომ მათ ემუშავათ
საკანონმდებლო ორგანოში, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, იყო აქ ტრიბუნა, რომლითაც შეეძლოთ, რომ მათ იმ ხალხს, რომელსაც მათი მიმართ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ ნდობა, ეს და გამოუცხადეს ნდობა, ეს გამოეყენებიათ ჩვენი პოლიტიკური მოვლენებისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ესენი არასდროს არ ცემდა ქართველ ხალხს, მათ შორის არც მათ ამორჩეველს პატივს და მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ნება. მთავარია, რას ეტყოდნენ მათი პატრონები და აგერ ხედავთ მაგალითს. მადლობა ბატონო ვახტანგ. კიდე ხომ არ ამსურველი არ გამორჩეს. მოხსენებელი ხომ არ დაამატებდა რაიმეს. აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამ შემთხვევაშიც რეგისტრაცია გაიარა უმაღლეს საბჭოს 13 წევრმა შესაბამისად უფლებამოსილი ვართ რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე ყურადღებით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დადგენილების პროექტს მირდათ ქამაძესისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ვინ არის მომხრე გთხოვთ ხელისაწევით დაგვიდასტუროთ წინააღმდეგი 13 ხმით დადგენილება მიღებულია და დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხია თუ არ ვცდები კი ბატონო მეექვსე საკითხთან დაკავშირებით ბატონო მამუკა გთხოვთ ბოლო საკითხი გვაქვს ბატონო დავით წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს ლია ჯაყელისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის აქვე პუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ადგენს ლია ჯაყელს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება და ეს დადგენილება ამოქმედეს მიღების თანავად. მადლობა. ხომ არ გექნებათ კითხვები? კითხვები არ არის შესაბამისად ბატონო მამუკა შეგიძლიათ პრინციპში თქვენ დაეკავოთ თქვენი ადგილი სხდომათა დარბაზში კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ აქვს უთქ გამოსვლა არ არის ასეთი მსურველი ფრაქციის წარმომადგენლები ვინაიდან სხვა მსურველი არ არის მხოლოდ მე გავაკეთებ ძალიან მოკლე კომენტარს გამომდინარე იქიდან რომ საკითხი ისეთია რომ შეუძლებელია კომენტარის გარეშე დავასრულოთ. ამ თვეების განმავლობაში გულისხმობ არჩევნებიდან დღემდე რამდენი ინტერვიუც მივეცი. ყველა ინტერვიუში მე გამოვთქვამდი იმის სურვილს, რომ სასურველი იქნებოდა ჩვენი კოლეგები შემობრძანებულიყვნენ სხდომათა დარბაზში და აქ გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც მათი აზრით და ჩვენი აზრით საჭიროა ქვეყნისათვის და იმედს ვიტოვებდი, რომ ასეც იქნებოდა. რას ეფუძნებოდა ჩემი იმედი ეფუძნებოდა ზოგადად პოლიტიკის გაგებას, პოლიტიკის რაობას, დაწყებული პლატონიდან და არისტოტელედან, რა გაგებაც არსებობს პოლიტიკის შესახებ, რა მიდგომაც არსებობს პოლიტიკის რაობის შესახებ, გნებავთ ეს იყოს ჰოლისტური გაგება, პოლიტიკის გნებავთ მაკიაველის შემდგომი როგორც ძალაუფლების საშუალება ის ქმედება ის გადაწყვეტილება რაც ახლა ჩვენმა კოლეგებმა რა რისი ნებაც გამოხატეს და უნებრივია უმაღლესი საბჭოც ვასრულებთ ჩვენ ამ შემთხვევაში მათ ნებას მსგავსი რამ ძნელად მოიპოვება ალბათ პოლიტიკის იმგვარი გაგება როგორაც ხედავენ მე ყოველთვის ვიმეორებდი ჩემი კოლეგები ყოველთვის იმეორებდნენ რომ არჩევნების შემდგომ უმაღლეს საბჭოში პარლამენტში არ აქვს მნიშვნელობა რა დონის წარმომადგენლობითი ორგანოა არჩეული პირი უნდა იმყოფოდეს სხდომათა დარბაზში და იქ უნდა გამოხატოს მოსახლეობის იმ სეგმენტის აზრი, რომელმა სეგმენტაც ხარი დაუჭირა მას, მიუხედავად იმისა, ვიღაცას ეს მოგწონს თუ არ მოგწონს. თუმცა ამ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილება არის ის, რაც არის, შესაბამისად ჩვენი სხა დაგვრჩენია, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ის 5 კენჭისყრაც ამას ნიშნავდა და მე-6-ც დარწმუნებული ვარ, რომ არც მე და არც თქვენ ამ შემთხვევაში განსხვავებულად არ ფიქრობთ. მე მგონია, რომ ეს არის მათი მხრიდან პირველ რიგში დაშვებული პოლიტიკური შეცდომა და მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგის მიმართ მათ ხარდაჭერაზე აუცილებლად აესახება. ეს არის ჩემი მოსაზრება. მომხსენებელი ხომ არ ისურვებდა დასკვნითი სიტყვით სარგებლობას. კი ბატონო, ჩვენ ვერ შევაკამათებით მათ ამ განსაკუთრებულ ხედვაში.
აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია, აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა ამ შემთხვევაში 13 წევრმა. შესაბამისად უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს ლია ჯაყელისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ვინ არის მომხრე, გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ. წინააღმდეგი 13 ხმით დადგენილება მიღებულია. აღნიშნული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია. შესაბამისად 2025 წლის 12 თებერვლის რიგგარეშე სესიას დასრულებულად ვაცხადებ.